შემდეგ მოკრივეები, ახალგაზრდული ენერგია თუ გამოცდილება, რომელთაც ნამდვილად შეუძლია იამაყოს დავით შერვაშიძე. მაშასე, პირველი რაუნდი. შერვაშიძის კუთხეში ჩვენ ვხედავთ ზურა მექერიშვილს სწორედ ის ამზადებს, თუმცა კაზიევი ძალიან აქტიურად იწყებს ბრძოლას. სულ შეტევაზეა კაზიევი და აქტიურად იწყებს ბრძოლას. თუმცა თავს კარგად იცავს შერვაშიძე, ბევრის მნახველი მოკრივია და აი ამ თავის დარტყმას ელოდება შერვაშიძე თავის მომენტს. პირველი გაუცდა, თუმცა დაელოდება შემდეგ შანსს. კაზიევი ძალიან კარგად მოქმედებს. ნამდვილად ემჩნევა, რომ ფეხზეც კარგად მოძრაობს. სწრაფია, მოძრაობს. ნახოთ რამდენ ხანს გაგრძელდება მისი აქტიურობა, მისი გამძლეობა. აი ზუსტად ეს იყო შერვაშიძის ჩაფიქრებული დარტყმა. ამას უნდა უფრთხილდეს კაზიევი. შეავიწროვე მიაწექი უყვირის კუთხე დავით შერვაშიძეს, სწორედ მართლაც ახლო ბრძოლაში უნდა შევიდეს შერვაშიძე. აი, კარგი გასვლა იყო კიდევ ერთი. თუმცა კაზიევი კვლავ აქტიურობს. ხვიძლი მოუძებნა შერვაშიძემ და მარჯვენა ოვერჰენდით ცდილობდა მეტოქის გატეხვას. თუმცა ჯერჯერობით ეს არ გამოვიდა. აი როგორ დარტყმებს აკეთებს. უძლიერეს დარტყმებს. ბევრს ძალიან მაგარი მოხდა. თითქოს წაბარბაც და კიდეც კაზიევი. თუმცა ადგა ფეხზე ბოლომდე არ დაეცადა, მხოლოდ ამიტომ არ იყო ნოკდაუნი, თორემ ნამდვილად უძლიერესი დარტყმა გაატარა კაზიევმა შერვაშიძისგან. დასრულდა რაუნდი. აი ჩვენ ნახეთ, მთელი რაუნდის განმავლობაში აქტიურობდა კაზიევი, ცდილობდა, მოძრაობდა. თუმცა გამოცდილი პროფესიონალი მოკრივე ნიშნავს აი ამას, რაც ახლა გააკეთა დავით შერვაშიძემ საჭირო დროს, საჭირო მომენტში. ერთი, თუმცა უძლიერესი დარტყმით კინაღამ ნოკდაუნში ჩააგდო მეტოქი. ეს არის უკვე გამოცდილება და ეს არის პროფესიონალური კრივი, სადაც რა უძლიერეს დარტყმებს დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ბევრი დარტყმა არ გააკეთო, თუმცა გააკეთო ერთი და მომაკვდინებელი. აბა ნახოთ ახლა უკვე მეორე რაუნდში. ხედავთ, კაზიევი ისევ ცდილობს აქტიურობას და ისევ შერვაშიძე თავის შანსს ელოდება. აი ამ შანსს, კიდევ ერთი, კიდევ მეორე.
რაც უფრო დრო გავა კაზიევი თუ დაიღალა უკვე მეტი შანსი ექნება შერვაშიძეს აი ამ გამანადგურებელი დარტყმების გაკეთების. მარცხენა შემდეგ ისევ მარჯვენა ჰენდებს აკეთებს დავით შერვაშიძე. კაზიევი ისე მოქმედებს როგორც პირველ რაუნდში დისტანცია ცდილობს სწრაფად იმოქმედოს. ისევ თავის შანსს ელოდება შერვაშიძე. აი კიდევ ერთი ჯერად ჰუკი ძლიერ დარტყმებს უძლებს კაზიევი უნდა ითქვას. კაზიევმა რამდენი თაფერი მხოლოდ ხელთათმანებში. კარგი ბრძოლა სწორედ იმის სანახავად და ყველასათვის თვალნათლად დასანახად პროფესიონალურ კრივის სტილი სხვადასხვა კრივში სხვადასხვა გამოცდილება რას შრება. მიუხედავად იმისა რომ კაზიევი ნამდვილად ბევრად პროაქტიურია შერვაშიძეს გაცილებით ძლიერი დარტყმები აქვს. ხელებში მის დარტყმებს მეტოქე იღლება ამ დროს რაღაც მომენტში რჩება ღია და პასუხობს უძლიერეს დარტყმებით. ძალიან სწორ შენიშვნას აძლევს ლევან ციკლაური კაზიევს რომ იმოძრაოს, ითამაშოს და იმოძრაოს. სწორედ ეს იქნება კაზიევის შანსი. დისტანციიდან უნდა იმოქმედოს მან. დასრულდა მეორე რაუნდიც. ზუსტად ისევე წარიმართა პირველ შემთხვევაში. ნამდვილად გაცილებით აქტიურია კაზიევი. ბევრს ცდილობს, ბევრს მოძრაობს, დისტანცია მოძრაობს, ნამდვილად იცის კრივი ამ ბიჭმა და ამის საპირწონედ ხედავთ შერვაშიძის მართლაც უძლიერეს დარტყმებს. მარჯვენა ოვერჰენდი, მარცხენა ყველა შეასრულა, როგორც საჭირო იყო სწორედ ისე. ნახოთ მესამე რაუნდი, როგორც უკვე თქვი, უკვე უნდა გამოჩნდეს. უპირატესობა ვისია ხოლმე, მეოთხე და მესამე რაუნდიდან იწყება ეს ყველაფერი, თუმცა აბა ვნახოთ რა იქნება ამ შემთხვევაში. ბევრ ცვლილებებს მე არ ველი, სტილიდან გამომდინარე ამ მოკრივეების, ისევ დისტანციიდან ისევ ბევრ მოძრაობას შეეცდება კაზიევი და ისევ თავის შანსს დაელოდება შერვაშიძე. კარგია კაზიევი ასრულებს კარგად თავისი კუთხის დავალებას, კარგად მოძრაობს, ახლოს არ უშვებს შერვაშიძეს. შორიდან თვითონ ურტყავს პირებით. მიარტყავს გავა და არ აძლევს შანსს. აი კარგად იმოქმედა. ასეთ კრივში უკვე შერვაშიძეს უფრო ნაკლები შანსი ექნება. თუ კი არ დაიღალა კაზიევი და აი ასე ცეკვით განაგრძო კრივი ბევრი მოძრაობით შერვაშიძეს ძალიან გაუჭირდება იმ თავისი დარტყმების შესრულება, რადგან ელემენტარულად ახლო
მეტოქი. კარგი დარტყმები იყო ნამდვილად. ის თავისი საფირმო დარტყმა ვერ გააკეთა, ამიტომ მეტი აქტიურობა მართებს. საინტერესო რაუნდი იყო, თუმცა მე ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა და მესიამოზიევი არ არის დაღლილი. მეგონა რომ აი მოძრაობები შემდეგ გაუჭირდებოდა, თუმცა არა, ძალიან კარგად მოძრაობს კაზიევი ამ რაუნდში კიდევ უფრო კარგად. ხოლო მე მგონი შერვაშიძე უფრო დაიღალა ამ რაუნდში. თუმცა ვნახოთ წინ მეოთხე და გადამწყვეტი რაუნდია. აი ჩვენ ხედავთ ზუსტად იგივე ცდილობს კლავ შერვაშიძე. აი და გამოსდის კიდეც ნამდვილად კარგად დაიწყო მისთვის ეს რაუნდი. ნამდვილად საერთარი ბრძოლა. ეს უნდა გააკეთოს მომენტად შერვაშიძე. აი აქ უნდა აქტიუროს სწორედ. ახლო შესულა და უძლიერესი დარტყმა ეს არის. შერვაშიძის შანსი. კიდევ მეტი აქტიურობა მართებს მოკრევებს. შერვაშიძემ უნდა ეცადოს როგორმე ახლო შევიდეს, სულ წინ უნდა იაროს. რაც ეხება კაზიევს, მას თავისი გეგმა კარგად მიყავს, თავისუფლებას ასრულებს, ცდილობს დისტანციიდან იმოქმედოს და ჯერჯერობით კარგადაც გამოსდის ეს ყველაფერი. საინტერესოა ნამდვილად. აი ხედავთ რომ კაზიევი არათუ დაიღალა პირიქით თავის საქმეს ყოველთვის კარგად აკეთებს.
Yeah. Put the team on my back. Never fold, never crack. The wolf always roll with a pack. Now tell me how you like that. Put the team on the map. Bridging and filling the gap. Never fold, never crack. Now tell me how you like that. We breaking the mold and aiming for gold. We here to take everything, even your soul, yo. Tell me how you like. Put the team on my back. Never fold, never crack. The wolf always roll with a pack. Now tell me how you like that.